ყოველი არსებული მოვლენის არსი, სინათლეა, დაწყებული კვანტიდან, ყველა არსების ჩათვლით და დამთავრებული მზით, რომლის სიმრავლეც გალაქტიკებს და სამყაროებს ქმნის, რომელთა არსიც ასევე ნათელია. იგი ყველას და ყველაფერს აერთიანებს. იგია ჭეშმარიტი მმართველი. ვერავინ ვერასოდეს წაართმევს მას მმართველობას. ბნელი ესეც არსებული მოვლენაა, მაგრამ იგი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ნათელი არსებობს. სიბნელე სინათლის ჭრდილებს ქმნის, აღნიშნავს მმართველს და მას ემსახურება. როგორც კი სინათლის წყარო ჩნდება, ყველა არსება მისკენ მიიწევს და მის გარშემო ლაგდებიან იმ დაშორებით, რომელსაც დასაშვებად თვლიან თავიანთი არსებობისთვის. ყოველი არსება ვერ ბედავს მიუახლოვდეს სინათლის წყაროს იმდენად, რომ მის ადგილას დადგეს. არსებებს შეუძლიათ მხოლოდ ის ადგილი განსაზღვრონ, რომელსაც სინათლესთან დამოკიდებულებაში დაიკავებენ. ყველა არსება წარმოადგენს რა თავისი არსით მანათობელს, თავიანთ არსებობას სინათლის წყაროსგან მხოლოდ გარკვეულ მანძილზე გრძნობენ ისე, რომ წყარომ არ ჩაკლოპოს მათი ინდივიდუალური ნათება. მაგრამ ამავე დროს ყოველი არსება იზიდავს და ყლაპავს შედარებით ნაკლებად მანათობელ არსებას თავის გარშემო და უფრო ძლიერად ნათდება და შესაბამისად ამით იძენს საშუალებას, რომ უფრო მეტად მიუახლოვდეს საყოველთაო სინათლის წყაროს. ამგვარად, ბუნებრივად ვლინდება იერარქიის პრინციპი სამყაროს მართვაში, იმ სამყაროსი, რომლის ორგანიზებასაც ესა თუ ის არსება ახდენს. სამყაროები უსასრულოდ მრავალია. ისინი ყველანი განსხვავდებიან მათი ორგანიზატორი არსებების ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით. ჩვენი სამყაროს სივრცეში სინათლის და სასიცოცხლო ძალის წყარო მზეა. იგია მმართველი. მზე არ მხოლოდ სიცოცხლეს აძლევს ყველა არსებას, არამედ წარმოადგენს ცვლილებების, მოძრაობის და განვითარების მიზეზს. იგია ჩვენი სამყაროს დროისა და სივრცის მიზეზი. იგი დღისა და ღამის, ზაფხულის და ზამთრის, წლის უფრო პატარა ციკლების, ფიზიოლოგიური არსებების შინაგანი რიტმების, ქსოვილთა უჯრედების, მოლეკულების, ატომების და კვანტების პულსაციის მიზეზია. ახლა დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რამდენად მცირეა, მაგრამ ამასთანავე უზარმაზარია ადამიანის ადგილი და მნიშვნელობა ამ საოცრად ორგანიზებულ სამყაროსა თუ ამ კონკრეტული რეალობის პირობებში. სინამდვილეში რელიგია, მეცნიერება, ეზოთერია, სხვადასხვა აღმოსავლური სწავლება ერთი ჭეშმარიტების ირგვლივ ტრიალებს. უბრალოდ აღქმათა სხვადასხვა პრიზმიდან იქნება განსხვავებული და ხელოვნური დამოკიდებულებებიც კი ზოგჯერ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.